ეს იმდენად ახალია დემდა მიუღებელია რომ არ ესმით ალბათ არ ესმით იმიტომ რომ მე რამოდენიმე ერთხელ ერთეულიდან გავაკეთე მე მოხსენება ვერანაირად გაიგო იმიტომ რომ ძელი ის აღსათქმელი აი ახლა უბრალოდ გეტყვით მე თქვენ აი მაორული ხუა როა ტუა კი ეს არის ჰატი თუ გინდა იმათ გეტყვით ხუა როა ტუა ეს არის ისო არის ხატი და ჰეტა რო აქიდან იწყება ყო ხეთები და რო ვიჯა აქიდან ხუა რო ტუ არის ნათლია მაორულად აი მე ვათამაშებ გერები ხუ რო ატუა აქიდან ამოაგდე ბაბუა ხუ რატუა პირველი ხურ ატუა წმინდა ღმერთო ხრ ატუა ოღმერთო ხ ატუა ღმერთო რ ატუა ღმერთო ატუა ღმერთო ატუა ღმერთი ხო ღმერთია მათ ახალში ატუა ღმერთი ახლა რო არის აი მე რომ გითხარი მე აქედან ატუა ღმერთო კი არა ღმერთ იყოს მაინც ღმერთო იყოს მე კიდე დავამატოთ აგერ მივაწეროთ ხო გაიგე დაბრუნდა ეხლა ატუა არის ღმერთი მაგათთან ატუა ეხლა აი რომ იმათ მაორი ხო ქვიათ მაგათი სახელი მაორი ის შეყვიცი აი როგორც მარგალია მავორეკ კიდე არა მარგალი რო არის შეყვიცი მარგალი თა უნდა იყოს იმიტომ რომ ღმერთის მეგრული სახელი ღორონთი თუბგერა არის ამიტომ იქ თუბგერა არის ამთან არის ატუა ღმერთი ნაჟი თუბგერა უნდა იყოს მაგათ თუბგერა უნდა იყოს ამათ სახელში ამათ ხო არის მაორი უნდა იყოს მაორიტა აი მაგათი სრული სახელი ეს მრავლობითობის სუფიქსად არის აღებული ტა და იკვეცება აღვადგინე მე ეს და მე ამათ გაჩვენებ მაორიტა აი აგერ აქ მაქვს გაკეთებული მაორიტა აი აქ არის გაკეთებული აი მაგალითად ხუა როა ია აი საერთოდ მე ღმერთო მაორი ну ეს მე ვარ და მე სხვადასხვა რაღაც ვარ ხუა როა აი ხუა როა ტია ეს არის ტონ არა მეტოქში მე აქ ყველაფერი არა მოემეს აქ სხვანაირად მაგ იქ მე აღვადგინე თავი სათქმელი არის ის რომ ამ ხუაროა ძალიან ნათლად ჩანს ხუაროა ყველა აი თქვენ მაგალითად თქვენ გამიჭიეთ მე რა იცი გამიჭიეთ ოპონირება აი მაგალითად შემეგია რატო ვიძახი მაგ ნების მითხარი ნების ავიღოთ კაი საფრანგეთი საფრანგეთის სიტყვა მაგალითად საფრანგეთი ფრანცია იმათ ხო მაგათ ენაზე ფრანც ფრანცია ეს მატრიარქალური სიტყვაა იმიტომ რომ ფრანცია რო არის ერთი სუში არის ფრანცია იქ არის იბგერა ეს არის მიღებული ფ არის ხუა როა თუა ჰია სუა აი ახლა ხუა როა თუა ჰია ხუა როა თუა ჰია არის ქართი ყველგან არის ქართი ტრიალებს უყოლ ქართი და ჰერეთი ყველგან აი ხუა როა თუა ჰია არის ქართი ეს აი ჭაბუკი ქართი სვა ეს ფაქტურად არის ქრისტია ანუ ყველა დიდი ქალაქების თუ რამე ნებისმიერი ადგილის სახელი აი ამის გარშემო ტრიალებს ნებისმიერი სიტყვა რომელიც სიტყვა არის აუცილებლად ან ხუა როა ან ჰია ნებისმიერი ინგლისური ნებისმიერი სიტყვაში აი ეს არის მის სახელია
შენ სიტყვა და რაღაც ელემენტები როგორ დაუცილებლად რაღაც ობიექტი, აი მზი არის როგორც ობიექტი, რეალური ობიექტი, ჩადებული და ყველა სიტყვაში და მზის გარშემო ტრიალებს ყველა სიტყვა მსოფლიოში. მზი არის ჩასმული იმ სიტყვაში და ყველა სიტყვის მნიშვნელობა დადის როგორც მატერიალურ რეალობასთან მზესთან არის დაკავშირებული. ამიტომ აი სტალინსაც მარის თეორია მიტომ ვუტყოდათ რომ არის დაყავდათ რომ ეს მატერიალური საფუძველი არის სიტყვის მატერიალური საფუძველი არის მზე. სიტყვის მატერიალური საფუძველი. სახელმწიფო ყველაფრის მატერიალური საფუძველი არის მზე. ჩადებული ყველა სიტყვაში არის მზე. აი ახლა ფრანცულ მითხრა აი ეს ახალი ფურცელი რომელი? აი ახალი ფურცელი. დავშალოთ ინგლისი. რა გინდ? ინგლისი დავშალოთ. ინგლისი? ხო. ინგლისი. ან Great Britain. England არის ინგლისი არის. ინგლისი არის ინგლისი სახელია ეს არ არის სულთანი England აი England ეს England ეს მატრიარქალური სახელია ეს არის ხმა ეს საერთოდ ხმა რუა დუა ეს მე გასწრებოდ ხუარუა დუახია უყურე ეს არის მამა ჰალდეიან და ინგლანდი ერთი და იგივეა მამა მუ არის მამა არის ის მუ არის ინგლისში ნუ არის ის მუ არის ნუში გადასული მეფე ხო არის მუ ყველგან გადადის მამა და ნანა ყველგან გადადის ამიტომ ინგლისში რომ ნუ არის ის არის მუ არის ჯერ მუ არის და ინგლანდი არის ეს რა არის იცი ჰალდიან ხო ჰალდიან ეს გადმოსულდა აი ესე შემოტრიალებული ეს ამათ რა არის ეს ყველათ ამ ბერებს დავისვათ ხუარუა ამათ აწრიალებენ შიგნით არ გამოდიან არც არც უმატებენ მაგრამ აწრიში ამას აწრიალებენ და აქედან ღებულო გენიალურთ არის გაკეთებული ყველაფერი ეს გაკეთებულია თუ რაღაცნაირად თავისით დაიბადა არა ქაოსი არ მე ის ქაოსი არა თავისით ანუ თავისით პროსტა აი რაღაცნაირად არა ის სოდენ წესები მე ამი წელს მიწედა ანუ იჯდნენ და აი ასე აკეთებდნენ აფხაზებმა აი შესანიშნავი გააკეთეს აფხაზებმა მაგათ უკვე ხეთქე იყო იმათ აქვს აი მაგალითად აფხაზებმა გააკეთეს ჩვენ გვაქვს უფალი ხო მაგალითად აფუი მაგათი ჭიღული ღმერთია ხო აფუი გააკეთეს მაგათმა ამისგან აფუი შოა არის აფსოა კი ხო ამას ის მწერილში ეს არის აფსოა მე იმათ რა გააკეთე აი აფხაზია რა კარგად იმაში მაქვს ეს წაკითხული მაქვს მე ამაზე მაქვს უკვე ვიდეო ამაზე ხო ამა შესანიშნავად არის გაკეთებული აფხაზებმა იცოდნენ ეს და ესე იგი ის 3-4 სიტყვა აფხაზიდან გააკეთეს ის სიტყვები ნახეთ ახლა აფხაზეთში მე ბოლო რა ვიცი მე საუკუნე თუ რა ენა არ ვითარდება და ახალი სიტყვები რო არ ემატება და აი ეს რაღაცებს რო აკეთებენ რომ ახალა დილნიკ და ასეთი სიტყვები რო გადმოაქვს აი ანუ სპეციალისტები დაიკარგა ახალ სიტყვებს რატო არ აჩენენ როგორი აი მათი ვარს ახალადილნიკ რატო ქვია რატო აფხაზური რატო სიტყვის გაკეთება არ არის ადვილი იმათ ურჩევლია ნებისმიერ აი სვანური ენა რაც აკეთებს ის რა თქმა უნდა ხო აჩვენეთ ოსურდა ხო ისინი ახალი სიტყვის გამოგონება დაგება იღებენ ქართულ სიტყვა ესვით მაგას ისინი თავისებურად აკეთებენ როგორ იცი იმას მატრიარქალური ენა არის ხო ისინი ცდილობენ რომ აი მიჩენ გამატრიარქალურონ ხო
სტრუქტურა მიცემ მატრიარქალური კი, სტრუქტურა. მაგრამ ახლა დილნიკ მაგალითად ძალიან უხეში რაღაცაა. რაღაცას ანუ სიტყვა რო ახლა დილნიკს ხმარო მაგალითად მაცივი ახლა დილნიკ ანუ აფხაზეთში მაცივარზე რას ლაპარაკობენ დღეს ახლა დილნიკ ანუ აღებულია რუსული ხალადილნიკი და წინ მისმული. ამას არ ჯობია რამე ნორმალური სიტყვა ისეთი შედგეს, რაც გავს ზოგადად აფხაზურ ენას და ასეთი უხეში გადმოტანა არ იქნება რუსული. არა, ნუ აი რომელი სიტყვა არის უხეში და გადმოტანა აფხაზურ. ახალადილნიკ. ახალადინი? ხო, მაცივარს ეძახიან ახალადილნიკს. ახალადინი რა? ხო, რატო შემოიტანეს ასეთი სიტყვა? რა არის ახალადინი? რას ნიშნავს? მაცივარი. ხალადინლიკი ესა ხალადინლიკი ხო იყო ადაუსვეში და ხო და რატო არ შექმნეს აფხაზური სიტყვა რუსულის გავლენა ერთხელ აიყო იცი რუსული ანუ ზედმეტად უხეში გავლენაა არა მაცა ვიცი ეს შეუგნებლად არის აღებული ეხლა ერთხელ ვიყავი იმაში გამეცინა რა ერთი ბიჭი აი ვიგონები მასეს უსო რუსი მეუნეა ჩემი შვილი მეუნეა პაპა წავიდეთ როპორტში წავიდეთ როპორტში და რა არის როპორტში ვერ გავიგეო რა აბა აეროპორტი აფხაზურიაო და როპორტი და იმან რუსმა მე მოგან მითხრა რომ ასე მითხრა როპორტში წავიდეთ და ვერ რა როპორტა რა თითნები დაფრინავდა აბა აეროპორტი აფხაზურიაო არ უაქცერო იგივე არის ადაუსვეს წინ ახალადინლიკი ხო და ნუ ზედმეტად უხეში ისეთია ბევრად უკეთესი ნორმალური სიტყვა შექმნა შეიძლება ეგ არის უბრალოდ ხალხის გაკეთებული ის ქურუმებმა იცოდნენ როგორ დღეს არიან ჯერ კიდე არსებობენ აფხაზეთში ქურუმები შეიძლება ახლა იმ დონის ვერ არიან როგორც უნდა იყვნენ და შეიძლება ბევრი რაღაცები მივიწყებული აქვს მაგრამ არსებობენ ქურუმები აფხაზეთში და უნდა იმუშაონ რომ ასეთი რაღაცა სხვა პრობლემები ახლა არის სხვა პრობლემები ამის ესე ხო და ასე არის ახლა მაგალითად ქართული სიტყვებსაც ვაჩვენებ ქართულ სიტყვებს და ოსებით იღებენ ეს ყველა სვანურ ენას რომელიც ჰქონდა ძველი ის იცოდნენ ახალი სიტყვები შექმნა რომ ექნეს სვანებს ის ჩამოდიან ქართულ სიტყვას იკეთებენ თავისებურ რა ხო გითხარი რაღაცა თავის სტრუქტურა აი მაგალითად ს ან ი იმას სვანის ვერ იტანს ბოლოში იმგერას ის დაწერს ს ა სვან აქ აი ის ი შემოიტანა ამას წამაში ჩასვა აი ეს არის სვაინ და სვანი აგივე ქართულად სვანი ის ვერ იტანს ვერ სვანი ის მატრიარქალური ენაა ვერ იტანს მეგრულიც ვერ იტანს ბოლოს არა ვერ იტანენ ესენი ის მატრიარქალური ამიტომ არის მეგრული ენა მეგრული არის პატრიარქალური სახელი და მარგალონი არის მატრიარქალური ქართი მოდრეკ ახლა ამათ არის მე ჩვენს ქართი ანუ მეგრელი და მარგალი უბრალოდ განსხვავება იმაშია რომ რა გააკეთეს ქართულებმა რომ გააკეთეს ყველოდ გააკეთეს რომ ეს ჰ რ ეს ვერ ატრიალეს სიტყვებში ხო და ატრიალეს მაგრამ მაინც რომ ქართი ხმოვანობა დაიტოვეს რომ მაინც ქართი მაგვა ჰ ი ა რ ი ა თ ი ეს ხო არის ჰერეთ აი რა გააკეთეს ქართულად ჰ ა ი რ თ ი ჰერეთი და ჰაირთ ერთი და იგივეა აი უყურე ამას რომ შეუტრიალეს ამას ადგილი ჰაირთ ქართველი რომ ვიძახე ყველა პატრიარქალურია ყველა მაგრამ აქ უბრალოდ აი აქ შეატრიალეს და ის ადგილები და ქართის ღეროა ქართ რო არის ხ ა რ თ ვ ე լ ი ს აი ეს არ არის ეს მატრიარქალური არ არის მაგრამ აი ქართველი საიდატოე შეუნარჩუნეს მაგრამ ეს არის ჰერეთისი ფაქტობრივად ეგ არის ჰერეთიდან ქართი დაუნერა აი როგორც აფხაზები ცდილობენ მაგალითად რომ შეუნარჩუნონ ძველი ჟღერადობა აფხაზურ სიტყვებში შემოვიდა აფხაზური ჟღერადობა ასევე ქართველებმა ეს ქართველების გაკეთებია სულთად რომ ხ ჰესმაგერა ჰაი დაწერეს და всё დადგა თავის ადგილზე ამიტომ ქართველი მაგალითად ხ ა რ თ ვ ე ლ ეს არ არის ეს მატრიარქალური ეს ქართიდან კი არ გამოდის ეს ჰერეთიდან არის მიღებული
ეს რა არის ეს არის ჩვენი ეს ეთქობა რთული გასაგები არ არის რთული ჩემთვის არა ვიცი ეს არის რთული აღმოსაჩენი თორე აღმოჩენის გასაგები ეს თუ გაიგებ ყველაფერი არის თუ გაიგებ მე ყველაფერი ადვილია ეხლა მაგალითად მე ამიტომ მე ყველაფერი ჩემთვის ბატონ ბადრი ქუთელიასთან ვლაპარაკობდით იმაზე რომ აი ის ხო იყო ის ინგლისელი რომელმაც ვითომ აღმოაჩინა რაღაცა მაგრამ ბოლომდე ვერ აღმოაჩინა იმან ის თავისი თეორია ხო მექსიკაში როდესაც იყო მაშინ და მაშინ იქ მიიღო ხო და მექსიკაში ნახეთ ახლა მაინც და მაინც მექსიკაში რატომ მიიღო ეს იმიტომ რომ ისიც იცახის იმას არტემ ივანცოვი რომ მექსიკაში რო ჩადიხარო ეს ქართველიზმები აი პირდაპირ აი ეს გილაგია მაგიდაზე და ძალიან დიდად გარჩევა და რაღაცებიც არ ჭირდება იმდენად კარგად ისმისო ენა არის ყველა ენა არის ხო და ანუ მექსიკაში იმიტომ ყველა ხედავენ ჩინელიც ხედავს, იაპონელიც ხედავს, აი მაგალითად მაგრამ იმ ინგლისელმა ხო ანუ ეს მექსიკა თავის სახში ხო ვერ აღმოაჩინა მექსიკაში ნორმალურად არა იქ ძველ მექსიკაში ისაკია ჰა და ჰე და ჰი ყველგან ატრიალებენ ძველი სიტყვები ეს ძველი სიტყვები ხო და მაგიტომაც დაინახა ეს მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანა იმიტომ რომ სიმღერები უყურე ჰეი ბიჭო და ჰოის ჰეი და ის მათ ქვევინეთ რას ვამბობ ანუ მაინც და მაინც მექსიკაში იმიტომ გამოუვიდა ამის აღმოჩენა ბოლომდე არ იყო ის სწორი მაგრამ მაინც რომ ის ქართველიზმები ძალიან თვალსაჩინოა ყველა იმაში არ არის ეს ძალიან იმდენად თვალსაჩინო ენაში არა ეს არის ძველი როგორც მექსიკაში როგორც მაორის ენაში ის ენა რა ქვია მექსიკაში ეს ინგლისურმა ენამ ძალიან დიდი ცვლილება გაიერთა მთელი ევროპა და ხო და იმას ვამბობ რომ ჩავიდათ სადაც ჯერ არ იყო იმდენად განვითარებული როგორც ინგლისური და იქ დაინახა რა თქმა უნდა ხო და ამას ვამბობ და მათქმევინეთ მე ბოლომდე რომ ვამბობ ეს ერთი მაგრამ ანუ ბოლომდე ვერ მიიყვანა იმიტომ რომ ქართული არ იცოდა და საქართველოში შესაძლო არც იყო არა ბოლომდე რა არის ბოლომდე შეუძლებელია ის მე რო ეს სისტემა არ აღმომეჩენა ამიტომ მე ვლაპარაკობ რა თავიდან ანუ იმან არასწორად რატო აღმოაჩინა მე რო ფიზიკოსი არ ყოფილა მე რო ფიზიკა არ მწოდებოდა მათემატიკა და ქიმია ამას ვერ აღმოაჩენდა ამას ელექტროსნიერი ვერ აღმოაჩენდა ამას მე ვიცი რა იცი მარტო მხოლოდ ენათმეცნიერები მე ერთადერთი რა მქონდა მე ჩემი გამოცდილება ენაში რომ მუშაობდი აფხაზი მე მინდოდა აფსო და აფხაზელი გამერკვი ესე რა იყო წავიდეთ რაღაცა და მე ვნახე ენის სამკუთხედია სამკუთხედი ცნობილია ხო და აი როგორ არის იცი ეს არის არის ამ სამკუთხედში ამათი შერწყმით არის ეს ცნობილია ამათი შერწყმით არის მიღებული ხო და ამათი შერწყმით არის მიღებული მე ვიცოდი მე რომ მწოდო რომ უდრის ას და უდრის ას ვერ გავაკეთებდი ამ სისტემას მე ეს არაფერი მეტი არ ვიცოდი მე ეს როცა დავიწყო 98 წელს 98 წელს 18 კი არა 95 წელს რო დავიწყე მე რომ მინდა მე რა იცი განცხადება შევიტანე კონფერენცია გავგემართათ და მე თვითონ დავიწყე მომზადება ამ კონფერენციის ხო და იმან მე მიყვანა რომ მომზადება იმან მე მიყვანა კამდე რომ გავიგე ესენი და მე წავედა არაფერი ლიტერატურა არ მქონდა მე მინდა სახლში მარტო მეკითხარი თქვენ ენციკლოპედია ქართულსა ენციკლოპედია მქონდა მეტი არაფერი მაგრამ ეს მე არ გამეღო რომ ეს ასეა ამათ ვერ მე აი ეს ვიცოდი და აი ეს გამოვიყენე და ენციკლოპედიები და ეს თეორია შევხვდები ეხლა გითხარით რომ ჩემთვის გასაკვირია ესე იგი თუ რა ეს გავაკეთე 10 დღეში დაუშვათ 20 დღეში გავაკეთე პირველადი ის ხო საფუძველი აი ეს სისტემა რო არ მიწერია ეს გამოაჩე ამის შეუძლებელია მაგრამ თითქოს რა იყო თითქოს ისეთი რაღაცა იყო რომ ეს მე მაიძულა ვიღაცამ რომ გამეკეთებინე თქოს რაც გამოვა შეუძლებელი მე ეს
ფურცლები შენახული მაქვს. აი ეს რა გავაკეთე. ეს უარყოფით არავინ არ დაგიჯერებს მაგას. იმიტომ რომ ეს გავაკეთე რომელიც ამ 8 დეკემბრიდან ეს ფურცლები დასკანერებული გაქვთ? არა, ციტო ფურცლები დასკანერებული, არა, სახში მაქვს. დასასკანერებელია ეს ფურცლები, მასალა. დასასკანერებელია ელექტრონულად თუ დაჭირდებათ მე ვაჩვენებ მაგიმე. არა, მოდით მე იმას ვიზამ. შემდეგ რომ მოვალ თქვენ დავასკანეროთ აუცილებლად. შევინახოთ ის პირველად როგორც ფოტოები მივიდეთ, არავინ მომბარავს მაგას, არავინ წერს, აქამდე მივიდეთ და მე თუ საჭირო იქნება, მე ამას გავაკეთებ. ხო და აი ეს რა მომენტი თვითონ აი ამას ის ამბობს, ეკაც მიწერია ჩემ წიგნებში, რომ ამას ამბობდნენ, ისაც ამბობდა ბერძენი მეცნიერები, ჩვენ და ცნობილი მეცნიერები და მოყვანილი მაქვს, რომ ესე იგი ქიმიური ენა მიამსგავსა ბერძენმა ფილოსოფოსმა რომ მიწერია წიგნს და სიტყვა ქიმიურ ნივთიერებას მიამსგავსა. იმ წიგნში მიწერია მე. ამას ვამბობ მე სანამ თქვენ ვიდეოს დავდებდი, მანამდე ცალკე ჩემი ლაპარაკი გადავიღე, რომ დასაკეთებ. ანუ როგორც აი წიგნი ხო ქიმიური ნივთიერებებიდან შედგება, ასე შედგება სიტყვა ქიმიური ნივთიერებებიდან და თქვენ ეს დაშალეთ. ეს თქვა ბერძენმა ჩვენ წელთაღრიცხვა და ბერძენმა ფილოსოფოსმა თქვა, მაგრამ ახლა იმან ვერ დაშალა ეს. იმან ეს თქვა ფორმულებზე, ხო, ფორმულებამდე ვერ ჩავიდა. როგორ? ფორმულებამდე ვერ ჩავიდა და თქვენ ის ფორმულა მაშინ არ იყო ქიმია ეს ჩვენ წელთაღრიცხვა მეორე მაშინ არ იყო ქიმია, არც ელემენტები იყო ცნობილი არაფერი. მე არც ელემენტები იყო ცნობილი, იმან მიამსგავსა იმან. აქამდე ამდენმა საუკუნეებმა 20 საუკუნეებმა გაიარა, მაგრამ აი ხო და ეს მე ფაქტობრივად მეც იგვიან გამაგეთე, მეც ქიმიურ სიტყვა მიამსგავსა, იმის გვავსად სიტყვა მე უნებურად მიამსგავსა ქიმიურ ნივთიერებას, მაგრამ მე მქონდა იმდენი განათლება, რომ ქიმიას, მათემატიკის რომ მე მომრავლებლად დაგეშალათ. ხო, მე დამეშა აი და თავად არის მე შემოვღეთ რა აფიქსები მიამსგავსე აქტიურ ქიმიურ ნივთიერებებს, წყალბადი, ჟანგბადი, გოგირდი და რომელიც ეს ერთმანეთში სხვადასხვა პროპორციებით, სხვადასხვა იმებით შესრულებით სხვადასხვა სიტყვებს. ხო და ეს ქიმიური ეს აფიქსები, ეს აქტიური ქიმიური ყველა ნივთიერებას მოყვება, მადანს ვეძებ, იმათ მოყვებას ყველას. ხო და მე ქიმიკოსებმა იცნობენ იმათ გამოაცნენ და დარჩება ის არის ახლა ფაქტობრივად ისე მოვიქცე, აი როგორც ისინი ექცევიან ქიმიკოსები ექცევიან, მეც ისე მოვიქცე არაფერი გამიგე. სიტყვას კი. ხო და შენ წიგნი თქვენ წაიღეთ ახალი ჩემი 2018 წელს. მე 4 არა ნუ ტექსტი. კი. ნუ ტექსტი ხო. აი იმაში ბოლოს ვერ გაიგეს, არა მე მაინც იმაში ხო მოვიყვანე ინგლისურადაც მოყვანილი. ქართულადაც მაქვს ინგლისურად და როგორ კეთდება და ინგლისური სამ ენაზე წერია იქ. ინგლისურად, ქართულად და რუსულად. ხო. ხო და სამივეზე ერთნაირად გავაკეთე, რომ ყველამ გაიგოს, რომ ის აი როგორც იქ მოცემულია, როგორ მივედი მე ამ სისტემამდე. ხო და რაში მომეხმარა მე? ძალიან მომეხმარა. ამას მე ქართველის გარდა ვერ გააკეთე. ზუსტად მაგიტო ვერ მივიდა ის ინგლისელი, რომ ქართული არ იცოდა, საქართველოს ნამყოფი არ იყო და ვერ აღმოაჩინა რაღაცას ეძებდა, მაგრამ ვერ იპოვა. არ მეგეთქვი, ქართველის გარდა რატო ვერ გააკეთებდა? იცი მე რომ ამ სისტემის ის დავიწყე, რა ქვია, ჩამოყალიბება, მე მივიღე რაღაც სვეტი მივიღე. ხო. მაგრამ ის დალაგება, ჯერ რატომ მივედი იმ სვეტამდე? იმიტომ რომ აი მე შევე უფრო ადვილი არის მაგალითად. აი უფრო ადვილი არის აი ეს გადაი. აი აქამდე ეს აი მე ვშლი მაგალითად მე ვიცი მე შემოვიღე ის მისება როგორც აქტიური ნივთიერებები მიამსგავსე აფიქსებს და აფიქსების მცნება შემოვიღე მე და იქ მაქვს
ავირჩი აი მაგალითად ავირჩი აი აქ რა გავაგე აი ეს არის ჩემი აი მაგალითად ვიცი აი ეს ბგერები ავიღებ აი ეს ვე შ რო ლო ნო თო დო ეს ბგერები ხო ეს ბგერები ა და ი სა სი აი ბგერებთან ერთად განთან ძალიან ბევრად ხდება სიტყვებში ყველა სიტყვაში ტრიალებენ აი ეს ბგერები ტრიალებენ ხო და ამიტომ მე რა გავაკეთე რომ ავიღე ეს ბგერები ამით აი მაგალითად სბგერა სა სი ის ს ეს აფიქსებია ყველა ხო ასევე მოდებს ყველა ესენი ჩავთვალე აი ეს ბგერები ჩავთვალე მე ზოგადად აფიქსებად ხო და აი ამათი კომპლექსების გამოცალკება დავიწყე აი დავიწყე დაშა აი მაგალითად ზე როგორ იშლება ეს როგორ დამშალე და აი თავარი რა არის იცი რატომ არის დავუშვათ ამას შეიძლება დავუშვათ ვიღაცა სადე ამას ხომის გააკეთებენ აი თავარი რა არის იცი რომ აი დარჩენილი ბგერები აი ეს არის თავარი აი ქართული ლატო აი უყურე აი ბგერები აი ქართულად პატარა სიტყვები გია დია დოა თია ეს ქართული სიტყვები არიან ეს სიტყვები არიან ქართულში დია არის დევს გუარი გული და ასე ეს სიტყვები არსებობდა ან სამბგერიანი სიტყვები არსებობენ აი სამბგერიანი სიტყვები არსებობენ ხო და ამიტომ მე იმ სიტყვის ძირების ის რომ მივიღე იქაც ის რა ის სამბგერიანი ამათი მე საერთოდ აი დაშლილი კომპლექსების აი ეს არის დაშლილი კომპლექსები აი მე დარჩენილი ისინი თვითონ შეადგენენ თვითონ რომელიც ავიღე მე ესენი ავიღე თუ ესენი ავიღე აფიქსებად ისინი ელემენტებს წარმოქმნიან აი ახლა ჩემი თავარი რა არის რომ აი მივიღე მე ასე ბუბგერა აი ბუბგერა და ბაგ ესენი აღარ ვიცი რა არის მივიღე ასეთი და ამათი აი ჩემი დამსახურება რა არის ეს ხომ მივიღე ამათი მინუტა სისტემატიზაცია ძალიან ძნელია ამისა სისტემის გაკეთება ერთადერთი რაც შეუნიშნე ეს ამას ადვილად გააკეთებს ხელოვნური ინტელექტი არა ინტელექტი რა ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს გააკეთებს პროგრამა უნდა მისცეო იცოდე რა მით პროგრამა ხო და აი ეს სიტყვები მე ჩემი დამსახურება რა არის რომ აი ეს კომპლექსი აი ფაქტურად რა არის აი რა გავაკეთებ აი ესენი ამ სისტემამ მივიღე ამ ჩემი ამაში რა უნდა ვერ გაგე ერთადერთი რაც შემიშნე რომ ამათ საერთო კონტაქტ ბგერის შემცველი კონტაქტ ხია ხმა ესენი ეს და ჰუ წინ დავში რატო იცი თავი რა არის იცი ჰუ ბგერა ესე იგი ჰუ თუ გადავა ბუში და მუშტი ყველაფერი მაგრამ ჰუ ბგერა აი ფიზიკურად ბგერა არის ყველაზე დაბალი აი ყველაზე პირველი ხო მაგალითად რო იცი აი როგორ არის იცი ენერგეტიკი ქიმიაში ენერგეტიკული ბგერას აქვს ყველაზე დაბალი ენერგია არის მაგისაც რომ აი მაგალითად ბგერას აი ამას ქიმიაში ამას ქვია ბის ენერგია აი ნოლი ეს არის ბის ენერგია ბგერას აქვს ბის ენერგია ზუსტ და იმათ ძალიან ბევრი ის აქვს ბის ენერგია შენ რომ აქედან დუბგერიდან რომ მოხდე მუბგერა კიდე უფრო შორს არის გინა აქ რომ მოხდე აი მუბგერას რომ მოხდე დუბგერიდან უნდა ახვიდე მაღლა განთავ დაკა ხმა დაკარგო და ჩამოხვიდე აქედან ასლო ჯან ძნელია ხუბგერა ადვილად გადაისახება ყველასათვის და იმას პატატის ფაქტიურად არის ის პირდაპირ გადაისახება მე ენერგეტიკულად არის ეს მივამსგავსე მე აი ქიმიას მე
ფიზიკოსი ის თავისუფალ ელექტრონს მივანსგავსებს. თავისუფალ ელექტრონი რა არის, იცი? აი ატომში თავისუფალი ელექტრონი არ არის არც ერთ ატომზე დაბმული. ხო. ის თავისუფალია. ის ნებისმიერ იმაში ნებისმიერ აი ამას ქვია დერკა იმაში გადავა, ნებისმიერ მდგომარეობაში გადავა ის. კი. ის თავისუფალი ელექტრონი. ამიტომ მე მიამსგავსე ეს თავისუფალი ელექტრონი ხო არის საწყისი, რომ ყველა ბგერები ამისგან წარმოიქმნება. ხო არის ხო გადადის დუში, ხო ყველგან გადადის და ეს ქიმიიდან და ის ენები, რომლებსაც ხ არ აქვთ, როგორ არის? ყველას ქონდა, მაგრამ მოიცილეს არის ჩვენ რა თავსიკლავდა ჩვენი მეცნიერის რა ქვია, თვითონ ვენდრესოი, აკაკი შანჯი მგონი, აკაკი შანჯი თუმცა ალთქვინ და თავსიკლავდა ამოვიღოთ ხო გერო? ხო სამოღება უნდა და? ამოვიღოთ და კენა მე შეანარჩუნეთ. აბა არა გვაქვს და ამაზე ძლივი შეინარჩუნეთ ჩვენების კარგავდა. რუსებმა ხო დაკარგეს მაგათმო და ყველამ დაკარგა ეს უბრალოდ. როდის დაკარგეს იცი? ხმგერა დაკარგეს. ხო თქვენი ხალხი არის ბერძნები იყვნენ. მე-4 საუკუნეში ჩვენ წელთა აღრიცხვამდე ქონდათ მაგათ ხმგერ და დაკარგეს და სპეციალურად ხო ეტაზე გადავი, აი ეტაზე გადავი. სპეციალურად ხო არ ამოიღეს რომ კავშირი დაეკარგათ. არ იცოდნენ არის. არა, კავშირი რომ დაეკარგათ. არ იცოდნენ არა. ხო, ამიტომ ის საქართველოსთან რომ წამოვიდნენ ის კვალი რომ წაეშალათ იმით. არა, არ იცოდნენ, უცოდნიობით. ამიტომ ეს გადააგდეს და მე შეხვედრა მქონდა იმასთან, აი ერთადერთი ადამიანი ვისთანაც საერთოდ ვერ დავილაპარაკე და ის მო ბორდეზიანი. ეს შემი თეორია მე მაგასთან შევხვდე და დავიწყე და მე მოიყვანე ხია და ის მე ვითხარი, ნუ ბერძნებს რა ბერძნებსო, ბერძნებს ეს არ ქონდათ მეთქე შენ მასწავლე, ავერდა რა ყველა შენ მასწავლიო, მე ამის სპეციალისტი ბერძნებს არ ქონდათ ეგ მგერაო. არა და მე ვიცოდი, იმან არ იცოდა ეს რომ ქონდათ. ის ხო გენიოსია, არ იცოდა. ბერძნული სპეციალისტი არ იცოდა რომ იმათ ქონდათ მე-4 საუკუნეში ჩვენ წელთ აღრიცხვამდე. მე ვიცოდი, მე ენციკლოპედიაში ვარდი. ხო და მე ვთხარი მე და შენ ლაპარაკი არ შედგა და მივატოვე და წავედი. არ დაველაპარაკე, ერთადერთი კაც ვისაც ვერ დაველაპარაკე. იყო რინდა გონდეთია. აი ამას დაგაგვი. ეს ხუბგერა აქედან ამდომი შენ სვანებს მაგალითად არ ქონდათ ხუბგერა მგონი, არ აქვთ მაგათ ეხლა ამაში არ ქონდათ. მაგრამ მე თებში ვიყავი და სვანებთან ღამე გავათიე, ღამე გარეთ ვიწერი ლაპარაკობდი და იმათ უსმენდი არ ლაპარაკობდი. ისინი ყველა სიტყვაში ყელიან ლაპარაკობდნენ და სულ ყველა სიტყვაში ხუ ისმის. სვანის ყველა სიტყვაში ხუ ისმის. მიუხედავად იმისა, რომ არ იყენებს დამწერლობაში. დამწერლობაში არ აქვს, მაგრამ ყველა სიტყვაში იყენებენ, იმიტომ რომ გარტო ალენ გარული ქვია თომას იგი ვერ არის. ხო, ამიტომ ჩემი მე ეს ამის დალაგებაში, მაგრამ მე ეს რომ დავალაგე, აი აგერ მაქვს კიდე. აი ეს იქიდან დავალაგე, მივიღე ხვალა. აი ამას ნუ დალაგება, როგორ უნდა პირველ რომელი დააყენო პირველად მეყენა, რომელი სად დააყენო. მე ეს ხო სვეტია ფაქტიურად. მე გამოვიყენე ქართული მთა. ხო. და ეს არის ბარი, ჯერ არის ველი, ბარი, ფერდობი, მე გეტყვით ახლა როგორ უნდა, აი აქ ხო მითხარით თქვენ რომ ხს ყველაზე ნაკლები ენერგია უნდაო. ხო და იმის მიხედვით უნდა ანუ პირველ ადგილას ყველაზე ნაკლები ენერგიანი უნდა. ყველაზე. დიდი ენერგიანი ბოლოში. ამის მიხედვით ენერგია ვერავინ ვერ გაიგებს. მე ეს ქართულმა ენამ შემოგვინახა, აი რა შემოგვინახა რომ ქართულმა ენამ აი ეს რა გააკეთა, ენამ შემოგვინახა რომ ეს არის ველი, ეს არის ბარი, ეს არის ფერდობი. ენაში შენო და აი ამის მიხედვით ამიტომ გადავაწყვე ეს ბარი, ველი. არა, აქ არასწორად არის პრობლემა. მე დავაწყე სწორად. ყველაზე ადვილად წარმოსათქმელი ამათში არის ხოა. ხო. ეს ავიღე პირველ მიწვად. კი. მე ეს არის დედამიწა არის ფაქტობრივად. ეს არის ველი, ეს არის ბარი, ეს არის ფერდობი, ეს არის მთა, ეს არის პიკი და ეს არის ზეცაში გაფრენა. ხო. ეს მთა ჩვენ მთაში აი
ქართულ ენაში მაგიტო გენერატორი შემონახული ესენი შემონახული იყო და შეინახეს როგორც არის ის მე რო ქართული ამწოდები აი ეს მე ამის საშუალებით დავალაგე ეს აქამდე რომ მივედი მე ქართული ენის საშუალებით მივიღე რომ პატარა სიტყვები ეს დია ქართულად არის შემონახული აი ქართული ენა რომ არ უმწოდნოდა მე გენიეს რო ყოფილიყო ფიზიკა რო ყოფილიყო ქართული ენა თორემ ვერ გავაკეთებდი ამიტომ ეგ არის რომ დამარხული არის რო არის საერთოდ ნებისმიერი რაღაცა რო იპოვიან ან ვერ შიფრავენ ან რაღაცა რაც არის შიფრება ეგრევე თავიდანვე იმაზე უნდა იფიქროს ნებისმიერმა მეცნიერმა რომ ქართულით ეცადოს გაშიფრვა არა ჩვენ ხა ყველას თავზე ვერ მოვახვევთ მაგას ჩვენ ყოველ შემთხვევაში მე რა იცი ქართული ენის სიდიადეს თუ კიდე ყველაფერს აჩვენებს ის რომ იმან მიმიყვანა სხვა ვერც ერთი ენა აქ ვერ მოგიყვანა ქართულმა ენამ საშუალება მომცა რომ მე აქამდე მოусრულებად მე ის სვეტიეს ეს სისტემა და ეს სისტემა თუ იცი მე ის მიხედით ეს რომ ვაჩვენებ ეს პირველად ეგ სისტემა ვაჩვენებ მე ხო გიტა უნივერსიტეტში ფანტაზიის ნაკეთია მე იმას ეს მეცხრა ჭუმბურიძე იყო ესწრებოდა მან ვიცი ეს ოშალო რა მითხა იცი მაგრამ გაბრალ მეწყენ გიგანტომანია ვითომ მე გიგანტომანიას ვიქნებ გიგანტომანიასო ზოგიერთები აქო გიგანტომანია და ბატონო მე უთხარ ამას ყოველთვის ძალიან პატარა ადამიანები ამბობენ ბატონო მეთქე წავიყვანი და ვაჩვენ ის ფონდ ხელნაწერები მე უთხარ გიგანტომანიარი კი არის აქედან არის მიღებული დახევა თუ არა არაფერი წავიდა მე ეს სიტყვა გიგანტომანიას ყოველთვის იყენებს შინაგანად ძალიან პატარა მდაბიო ადამიანი ხოდა ამიტომ ეს ქართულმა ენამ მომიყვანა მე აქ ეს ფაქტობრივად არის ეხლა ეს არის დაწერილი ყოველ შემთხვევაში მე დავწერე ეს იმის შემდეგ დავწერე ამ წიგნში არის ნოწმული ბოლო წიგნი არის შემი ეს დაწერილი ინგლისურად რომ გაიგონი ინგლისურად ქართულად ეს გავაგზავნე მე ოქსფორდის უნივერსიტეტში გავაგზავნე ინტერნეტში გავაგზავნე ყველა ხმა არის იმას გავაგზავნე ენის ინსტიტუტის დირექტორ რუსეთში რაღაც გვარი იყო მეწერა ინტერნეტში გავაგზავნე აჩვენე მე უთხარი რომ გაეცანით თქვენ და აჩვენეთ მე თქვენ იმან არც რუსები ამას არ აჩვენებენ არ არის რუსები დასახუთები არიან საერთოდ რაც კიდევაც მათ ეგ არ მოუწოდნენ არა მაგრამ ჩვენ ხო არ გონია რომ ეს ვიღაცა ახლა აი რასაც მე ვლაპარაკობ ამაზე ინგლისელები არ წავლენ წინააღმდეგი მაგრამ რატო ისი თუ იძანი ხერო კავკასიიდან წამოვიძეთ მაშინ რას ვიტყვი იცი შენ ცხოველი ხო არ წახვედი კავკასიიდან ენა ხონდა და ის ენა გაიტანა იმან ინგლისელი ხო ვიძახო კავკასიელები ვარ ცხოველები ხო არ წავიდნენ აქედან ხო ადამიანები არა ინგლისელები ამბობენ რომ ჩვენი ყველა ენები ქართულიდან წამოვიდა ამას ამბობენ ვიცი და ამიტომ ინგლისი აი სწორედ მე თეორია რო გითხარი კი ამას ინგლისელი ყველაზე მეტად ინგლისელები მოეხმარებიან რომ ეს თეორია დავიდნენ ეს ინგლისელთან როგორღაცა უნდა მე ეს რაღაცა სპეციალისტი ამიტომ ვეძებ ინგლისელი სპეციალისტი რომ ინგლისელი და ვინ არის დღეს ისეთი სპეციალისტი ვისთანაც თქვენ მოგინდებოდათ საუბარი და შეხვედრა ვისა პატრიოტი არაფერი არა ვიღაცა პატრიოტი გეგულებათ ესეთი გეგებიდნენ მაგრამ მე პატრიოტთან მიმაჩი ხარ შენ მაგალითად გეგულებათ მე ინგლისში ასეთი ვინმე არა მე არ ვიცნობ კაცო მე არ ვიცნობ არავის არ ვიცი ამიტომ ეს ისეთი ადამიანთან უნდა მის პოლემიკაში შემოა შენთან და რატომ და ისეთ ადამიანს ავაჩვენო ქართულებს არ უნდათ შემოწვა პოლემიკაში იმიტომ რომ არაფერი თავად აიმან ხომ მითხრა სწორად მითხრა მე ბოჭი ყარაჩელი ნუ ვინ შეგახვედო არავინ არაფერი არ იცისო მითხრა ჯერ გარდა იმისა რომ არავინ არაფერი არ იცის აი წარმოიდგინეთ ახლა მსოფლიოში რამდენი ადამიანია ენათმეცნიერი მილიონი ხო იქნება ხო და მაგ მილიონიდან რო ერთმა აღმოაჩინა იმ გამოდის ახლა მთელი მილიონი უნდა გამოვიდეს და თქვა ჩვენ რაც მთელი ცხოვრება გეკეთებია გადასაგდებია სანამ ესეო აი ერთამე ის ხო აი თამას გამყარელიძე მაგრამ და თამას გავეხვა ეს ხო მაგას აუნდა მაგას ნუ გენიოსი წასულიყო საიქიოს ხო ის ხო მაგითი სიცხვილი რომ ვიღაცა რო ამოდგება ხო და პირველი მაგას ვაჩენე მაგას გავაგები ყველაფერი ხო და მაგი დაიმალა და ეს ხო პაზორია მაგი როგორც მეცნიერი არ არის მაგი არ არის მეცნიერი იმიტომ მეცნიერი
მეცნიერის სიახლის ძიებაშია მუდმივად და იმის ხარჯზეც კი თუ შენ თვითონ რაც გიმუშავიარო იმის ვაშკაცობა ნაგავი აღმოჩნდეს ამის ძალა უნდა ქონდეს რომ აღიარო ხო სწორედ ეს მაგის ვაშკაცობა უნდა ქონდეს რომ აღიარო რომ ჩვენ ყველა ვწდებოდით და ეს მართალია აი ეს ხო მართალია ეს ამის ვაშკაცობა უნდა გეყოს მეტი გაფრინე კი ამის ვაშკაცობა არ ყოფნით მაგალ უმეტესად კარიერისტები არიან და ვაშკაცობა და კარიერისტობა არა შემთხვევით აი ეგენი ყველა ვაშკაცობა კი არა იმისთვის რომ აკადემიურ წრეში აღმოჩნდეს და იქ რაღაცა ადგილი დაიმკვიდროს ისეთ მაიმუნობებზე და ისეთ თაღლითობებზე მინდა ნებისმიერი ტყუილის მთქმელები არიან ოღონდ წრეში აღმოჩნდნენ შემიწერია ერთი წიგნი აქ მაგ მე აი ის უმელ კარგი ეს არ არის აი წიგნის აი გაჩვენებ მაგალითად ამ ჩემთან საუბარზე იმაზე და პირველი მეორე აი ეს აი ამის ენის ელემენტური თეორია ამის არსებობს ასეთი საიტი აკადემია edu და მე ვეცდები რომ მაგ აკადემია edu-ში ვიპოვო მსგავსი სპეციალისტები და მათ დავუკავშირდე. რა გამოვა? ბოლო თქმა ვაგის მე. იმიტომ რომ მე რაზედაც ვცდილობდი მაგალითად ჩემს საკითხზე აფხაზეთის ირგვლივ პოლემიკაში გამომეწვია არც ერთი არ გამოვიდა. ბოლო თქმა მე ამას ძალიან კარგი ბოლო თქმა აქვს ესე იგი მე გავაქვე ალოს მე გავაქვე ამას მე წიგნი მაგ დაბეჭდილი ხო აი აქ მაგ ამ წიგნზე მაგ პირველი ბოლო ალბათ მე ავიღე რატო ამოიღეთ ამოვიღე რატო ის ეწყინათ მე დავწერე იცი არსებობს მეცნიერების ორი კატეგორია ერთი არის რომელიც მეცნიერებაში მიდის და იმას აინტერესებს მეცნიერება იმას რეგალიები და დისერტაცია იმას ოდესთან თან ფერზე კიდია იმას აინტერესებს მეცნიერება და იმას სიცოცხლესაც ჭირამე რომ გააკეთონ არის მეორე კატეგორიები რომლებიც მიზანი არის მოიპოვონ ეს კარიერა მოიპოვონ კი მაგაზე ვამბობ და მეცნიერულ სიმაშ აკადემიურ სივრცეში თავის ადგილი დაიკავა. ეს მეწერა ამაში, ხო და მე ვუთხარი, რომ პირველი კატეგორიებმა თავს იკლავენ და სოხუმშიც მეც მართლა ჩვენთანაც იყო რომ თავის შესწირეს ამ ფიზიკურ მეცნიერებაზე. სოხუმის ის მაგალითები მოვა. ხო და მეორე კატეგორია და ეს სამწუხარო მეორე კატეგორიებს უჭირავს ყველაფერი პროცესები, ყველაფერი ეს. მაგათი ძირითადი მიზანი არის რომ მოიხვეჭონ და როგორ მოისმოიღონ მეცნიერება არ აინტერესებს მოიხვეჭონ ასეთი ხალხები არიან მე თქვენ ის მოიყვანე ჩემიდან გამოყვანე თავხელიძე გუჩაკვარაცხელია ხო და ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი მუსხელიშვილი გვარები დავასახელე ხო და ეს რომ ახლა გაგით როგორ დავასახელე გვარებია მე გაბრაზებული ვარ დავასახელე ეხლა მე თვითონ ამომიღია მე რატო ამომიღე არ ეწყინოთ ვიღაცებს მე მაგ ჩემ წიგნში აწერია ეს ყველაფერი ხო გვარები დავასახელე ეს ამათ ის თავხელიძე უყველა ის იმათ მეცნიერება კიდე თავარი არის რომ ისდე ის უნდა კონდეს შენ სკანი უნდა კონდეს და გენიოსი უნდა იყოს მეტი არაფერი არ არის და იმ წიგნში ამ წიგნში მეწერა მე ბოლო თქმაში ასეთი დღესაც ახლა არის ხო იმათი ესე იგი ბატონო კარლო მე კიდე ერთხელ გეტყვით და მიმაჩნია რომ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო მე მოვალ შემდეგ მოსვლაზე ის პირველადი ფურცლები სადაც აი ესენი თქვენ აღმოაჩინეთ და ხაზავდით იმას აუცილებლად უნდა დავასკანერო მოიტანეთ ის ფურცლები რომ მე ან ტელეფონით გავაკეთებ დასკანირებას ან სკანერზე გავაკეთებ აგერ ხო არის სკანერი აი ამ სკანერზე დავასკანეროთ ყველა აუცილებლად ის უნდა დარჩეს და სადღაც მე ბიბლიოთეკაში უნდა მოხდეს როდესმაც მე დიდი ხანი აღარ სახში მე ვიცი სახში ხო და მოიტანეთ და დავასკანეროთ აქ ერთად ეს გავაკეთოთ აუცილებლად
დამირდით რომ მაგას მოიტანთ შემდეგ ჩემ მოსვლამდე რომ მოვალ რომ დავჯდეთ აქ და ერთად დავასკანეროთ. არის 10 წელი არ მინახავ სადღაც დევს ვიცი რო არის. მოიძიეთ. ხო. ხო აი ეს არის. ესეთი და მე მეორე კიდე ისი ის მინდა და იქ Facebook-ში მე რო წერდით თქვენ და რო არ კითხულობდით თქვენ Facebook-ი რო გახსენით მაშინ ესე აი ხა გახსენით აქ ბევრს აქ ესე მოწერილი აფხაზებს და გინდათ რომ წავიკითხოთ და ვუპასუხოთ მაგ აფხაზებს თუ ნალაპარაკები გაქვთ მათთან უკვე ყველასთან. აი გახსენით Facebook-ი. ეს რომელი პეიჯი ეს არის ხო? აი ამაში შედით. გახსენით აი აქ. ეს აი ამას დააჭირეთ პლუსი კი. აი აქ შედით Facebook-ში. და აი ამას დააჭირეთ. აი ნახეთ აქ ვინები გწერენ ახლა. ხო. ნიკოლ ბენია. ეს იქიდან იქნება აფხაზეთიდან. ეს ჯოანა მარი, ეს ვინ არის არ ვიცი. აი ესენი წავიკითხოთ შიგნით რა წერია, იქნებ ვიღაცა რაღაცა წესიერს წერს. გავხსნათ და შევიხედოთ. მე ამას არ თუყურებ არც ხო და რომ ვიცი რომ არ უყურებთ და შესაძლებელი რაღაცა ისეთია და ვიღაცა ისეთია, ვინც ბექაპ მოკლედ ეს კარგით ახლა დავემშვიდობოთ მაყურებელს ეს თემა დასრულებულია და ახლა ვეცდები იქ გავარკვიოთ წესიერ რამეები წერია თუ არა